მოდით ახლა ვისაუბროთ გუშინდელ დენის გათიშვასთან დაკავშირებით. საქართველოს მასშტაბით გაითიშა დენი გუშინ ღამე. მე აქ ტყეში ვიყავი ჩემთვის და საერთოდ არც გამიგია ვიდეოებიდან გავიგე. ეს YouTube-ზეც დავდებ ხა ამ ვიდეოს. გავიხსენოთ, ახლა შეგახსენებთ პატარა რეზიუმე გავაკეთოთ, შეგახსენებთ მთელი ამ წლების განმავლობაში რას ვსაუბრობდი, რა გველოდება, ჩიპიზაციის ამბები პლუს რესურსების დაკარგვის ამბები, შიმშილობის ამბები რა გველოდება რა. მოდი ხა პატარა გადავიმეოროთ და გავიხსენოთ რა ხდება და რა გველოდება. თქვენ არ წარმოგიდგენიათ ხალხო, ანუ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ პანიკის რა მასშტაბებს გამოიწვევს ადამიანებში დენის გათიშვა ზოგადად რა. იმიტომ რომ დენი აი ხა საინფორმაციოში usmenდი რომ იქ წყლის კომპანიის სატუმბების ნაწილობრივ გაჩერება და ნაწილობრივ წლების ვარდნაო გამოიწვიაო რა. დენის გათიშვა ყველაზე დიდ პრობლემას რასაც წარმოქმნის ქალაქებსა და მეგაპოლისებში. ეხლა ეს კი ყველა მიცის თეორიურად, მაგრამ უნდა გავიხსენოთ. იმიტომ რომ ჩვენ ეს გონია ზღაპარი და მითი და ესე არ იქნება. ზოგადად დენს ესე უსასრულოდ არ გათიშავენ, მაგრამ იმიტომ რომ დენს თუ გათიშავენ ტოტალურ კონტროლს ვერ დაამყარებენ, მაგრამ ზოგადად რაღაცა პერიოდულად დენის გათიშვა გამოიწვევს იმას, რომ წყალი არის ან კორპუსებში, ქალაქებში, ამაში დიდ ქალაქებში, კორპუსებში არ იქნება წყალი. წყალი რო არა გაქვს, ეს ნიშნავს, რომ ვერ ბანაობ და საჭმელს ვერ აკეთებ, მაგრამ ყველაზე მეტად ამ ორზე ყველაზე ამაზე უარესი კიდე არის ის, რომ ტუალეტის ჩარეცხვას ვერ ახორციელებ. ანუ ქალაქი აყროლდება, ანუ ჯერ ხო აყროლდება და ქალაქი გახდება სრულიად უფუნქციო და სრულიად გამოუყენებელი, იმიტომ რომ ბოდიშით და უნიტაში რო წყალს ვერ ჩაასხავთ, თქვენ გონიათ ხა ჩახვალთ ბაკურიანის 5 და 10 ლიტრიან წყლებს ამოიტანთ მაღაზიიდან, ერთ საათში როცა წყალი როცა მიდის ხოლმე იმაში რა ქვია, ქალაქში რომელ უბნებშიც მიდის, ზუსტად 1 საათში დასალევი წყალი რაც იყიდება ბაკურიანები და ბორჯომები და რაღაცები, აი ნებისმიერ სახის მინერალური და ესეთი წყლები მაღაზიის დახლებიდან ეგრევე ქრება ხოლმე რა. ან მაგის იმედზე თქვენ ნუ იქნებით. წყალს არც არავინ არ მოგიტანთ. ხო და ამიტომ დენის გათიშვა პირდაპირ ურტყავს კანალიზაციის სისტემის გაუქმებას ჩათვალე რა. წყალი არა გაქვს, ვერ ცხოვრობ რა. ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვისაც გაქვთ სოფელი, დაიწყეთ ამ სოფლის აღდგენითი სამუშაოები. იმიტომ რომ ესეთი ტიპის კოლაფსები როცა იქნება, ჩასხდებით მანქანაში, ველოსიპედზე, ფეხით, მატარებლით თუ ურმით თუ ცხენით რითაც იქნება, რომ ლავირება შეძლოს მოსახლეობამ და დადგეთ და წახვიდეთ, მოკლედ ადგეთ და წახვიდეთ პირდაპირ სოფელში. რომ იქ სოფელში დაგხვდეთ, ელემენტარულად ძველი კრაოტი დაგხვდეთ, ვისაც რემონტი და კაისახლე რაჯობია, მაგრამ აი უბრალოდ ძველი საწოლი მაინც დაგხვდეს. საწოლი თუ არ გექნება პარალონი, ანუ სალაშქრო ეკიპირება იქონიეთ, რომ ყველას გჭირდებათ სალაშქრო ეკიპირება, პარალონი, საძილე ტომარა და რაღაცები და ხა ძალიან წვრილმან ისეთ დეტალებს მეკითხებიან ხოლმე ხალხო, რომ აი როგორ ესეთ რაღაცებს არ უნდა კითხულობდეთ. არსებობს Google და პლუს არსებობს ChatGPT. უამრავი საინფორმაციო საშუალება არსებობს, აპლიკაციები, ვიდეოები, სალაშქრო ინვენტარი თარგმნე ინგლისურად, შეიყვანე მერე Pinterest-ში ან დაგუგლე, ამ Pinterest-ის აპლიკაციაში ჩააგდე და ამოგიყრეს უამრავ ინფორმაციას. აი ხა სიტყვაზე მე ალპინიზმით არ ვარ სიტყვაზე დაკავებული, ხო, სიტყვაზე აი არ ვარ წასული, არ დავინტერესებული ვარ არასდროს ევერესტზე წასვლით, ხო? რომ მომიდეს ევერესტზე წასვლა და ამისთვის დამჭირდეს ინფორმაციულად მომზადება, ერთი შეხვალ და დაწყებული 1000 ფორუმებიდან დამთავრებული უამრავი ვიდეო განხილვებით, ანუ ეგ მაინც არაკლია იმას და მე რატომ მეკითხებით პარალონი სად ვიყიდო, მე მეკითხებით ხალხო. გადით წერეთელზე უამრავი მაღაზია არის, სპორტული მოლებში არის ასევე სალაშქრო მაღაზიები და სამოგზაურო მაღაზიები, უბრალოდ მოლებში ძალიან ძვირები ღირს, კატასტროფულად ძვირები ღირს, მაგრამ სამაგეროდ ბრენდებია, თუ ვიმე შესაძლებლობა გაქვთ მოლში ყიდვა ჯობია, იმიტომ რომ სერიოზული ბრენდებია იქა. წერეთელზე არის მეორადები, მთელი გაყოლება ვაგზალზე, რა ვიცი, ყველგან არის ეს მეორადები, მონადირის მაღაზიებში ასევე
ესეთი რაღაცეები რა, როგორც სალაშქრო სანადირო ეკიპირება გჭირდებათ ყველას. ხო და ანუ იცოდეთ რომ თუ ვიმე სოფელში გაქვთ ჭა, დაიწყეთ რესტავრაცია, ხა მეც გასაკეთებელი მაქვს რესტავრაცია. ეხა რესტავრაცია მაქვს გასაკეთებელი, ეხა რო ჩავაგდო, წყალს ამოვიღებ ჩვეულებრივად, მაგრამ ხელი აქვს შესავლები რა. ხო და რავი, სად არის ორ სოფელში მაქვს ჭა და ეხა მესამე სოფელში კიდე გავჭრი. მესამე სოფელში არც მჭირდება წყაროები ჩამოდის პირდაპირ, ხო და ანუ უნდა იცოდეთ რომ პერიოდულად წყალი და დენი არ ექნება ხოლმე ქალაქს. ეს ჭირდებათ გლობალისტებს აი იმისთვის რომ ეს ციფრულ ფულზე გადატვირთვის მომენტები, ეკონომიკური კრიზისების შექმნის მომენტები და 1000 რამე. პლუს იცოდეთ რომ მალე ბენზინი აღარ იქნება. ძალიან მალე ბენზინი აღარ იქნება. ეს ამან სტარტი აიღო ესე იგი მოსკოვში და რუსეთში ეს ამ ამბებმა ეს დრონების ფრენა რუსეთ-უკრაინის ომის ყველაფერი დაგეგმილად მიდის რა, როგორც არის საჭირო. ხო და ნუ მე ხლა რასაც უსმენ, მე ხა ზოგადად მე რასაც უსმენ 2 წელიწადში 2027-2028 წლიდან იწყება შიმშილობის ეტაპები რა, ესე უსმენ. მაგრამ მე ესე სპეციალურად თარიღებს არ ვასახელებ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენთან საქართველოში ცოტა მიამიტური მიდგომები აქვს. აი მიამიტური მიდგომები. აი, იმიტომ სიტყვაზე ამ ბლოგერმა თუ თქვა რომ 2027 წელს შიმშილობა იქნებაო და 2027 წელს შიმშილობა არ იყო, საერთოდ იკიდებენ ფეხებს და ავიწყდებათ მერე ყველაფერი. თითქოს არც უთქვამს და 2028-ში რო დადგება და რო შეიძლება დადგეს ის აღარ აინტერესებთ. ამიტომ ნუ ხართ ჩაციკლულები თარიღებზე, ზომბი აპოკალიფსი როდის იქნება? ზომბი აპოკალიფსი იქნება ანტიქრისტეს გამეფების შემდეგ. 1000 ჯერ მკითხეს, 1000 ჯერ გიპასუხა. ანტიქრისტე უნდა გამიფრთეს, რომ მერე დაიწყოს ზომბი აპოკალიფსი. ანუ მოყოლილი მაქვს 500 ჯერ ახლა, ხო და იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ ფანდრები უნდა შეიძინოთ, მზის იმაზე მზეზე რო იტენება ფავერბანკები უნდა შეიძინოთ, ეგეთი ფავერბანკები უნდა შეიძინოთ, იმიტომ რომ ელემენტარულად შეიძლება ინტერნეტ კავშირი და რაღაცები გაითიშოს, მაგრამ იქ რაღაცა რუქა გქონდეს ჩატვირთული ან სკრინები გქონდეს 1000 რაღაცა. ხო, ქაღალდის რუკები იყიდეთ საქართველოსი, რეგიონალური რუკები იყიდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოცემული რეგიონალური რუკები 10 წელი ვაგროვე. რეგიონალური რუკები დაგჭირდებათ. რა დროს ექსტრემალურ სიტუაციაში რა დროს ფეხით მოუწევს ხალხს გადაადგილება და მთებში გადასვლა და გადმოსვლა 1000 რამე რა მოკლედ რა. ხო და ან მოემზადეთ ამ ყველაფრისთვის. ეხლა შემდგომი წლები იქნება ძალიან დიდი ეკონომიკური კრიზისები. რუსეთსა და უკრაინაში და კიდე კიდე აზიის ქვეყნებში დაწყებულია. ჩვენც ნაწილობრივ აუცილებლად შეგვეხება რაღაც ნაწილობრივ რა და მაგრამ ჩვენ ხა ის იმდიდრე გვაქვს რომ ჩვენ ეს უცხოეთში ესეთი რამე არ აქვს ხალხს რომ სოფლები კონდეს. ჩვენ გვაქვს სოფლები ხალხმა. კოვიდის დროს სოფლებმა გვიშველა, უშველა ხალხს რა. ხო და 1-2 სანთელი იყიდეთ ეს პარაფინის სანთლები თუ რაღაცა შუქის ამბავში. გირჩევდით რომ მაგალითად აი ლაივ ჰაკები რო არის რა, ლაივ ჰაკები. თოკების გადაბმა, აი ხა იყო ზეთით, წყლით და ბრინჯით სანთელი როგორ უნდა გააკეთო. აი ეგეთი ლაივ ჰაკები, ვისაც პრინტერები გაქვთ, ან უბრალოდ ფლეშკაზე შეიტანეთ ფოტოები, დასკრინეთ და ამობეჭდეთ, იმიტომ რომ მე დენი რო არ იქნება ვერსად ჩართავ ტელეფონს და ლეპტოპს, ხო ხდები? ხაფანგების ფოტოები ამოაპრინტერეთ, იმიტომ რომ შიმშილის დროს მღრღნელების ჭამაზეც გადავლენ ადამიანები და ეგ ჩიტების დასაჭერად, მღრღნელების დასაჭერად ხაფანგები დაგჭირდებათ რა. ხო, ეხლა ფერმერობას და იმას ვით შეძლებს და ვისაც ექნება კიდევ მთლად უკეთესი. მოკლედ მოემზადეთ ხახნო, ნელ-ნელა მოემზადეთ. არავინ არ გაგაფრთხილებთ, ისე უცებ მოხდება ყველაფერი. მერე პანიკას და ხელების ქნევას აზრი აღარ ექნება. და არავის არ ექნება ის რესურსი, რომ ვიღაცამ შენ მოგამარაგოს. გეუბნებით წინასწარ. მოიკელით ცოტა გულაობა, რომ ელემენტარული რაღაცა საჭმელი, რაღაცა თავის გადასარჩევ საწვიმარი იყიდე, რაღაცა იყიდეთ ხახო. მოიმარაგეთ, გეუბნებით ამდენი წელია. ხელსაწყოები მოიმარაგეთ, ვეღარ იყიდით მერე. ეხლა მაგალითად აი ბალახის საცილი მაქვს ელემენტზე რა. ნუ თუ იქნება დენი გავცელავ ბალახ. ბენზინი ფაქტია რომ ბენზინი ნამდვილად აღარ იქნება. მოტოციკლეტების ყიდვას ვინც აპირებთ, მე გირჩევთ დენზე იყიდოთ, მე თუ ვიყიდი, მეც აუცილებლად დენზე ვიყიდი, ჯერ ფული სად არის თორე. ბენზინი მალე არ იქნება მოკლედ რა, ეს გაითვალისწინეთ. მზის პანელები 1000 კომპანია, ყველაფერს აი 1000 რამეს არეკლამებენ და უშვებენ. ჩათვალეთ რომ ანუ აპოკალიფსის დაწყებულია უბრალოდ აი ხილვადად რომ აი ჩვენ შევიგრძნოთ ეს აი ორი ნაბიჯი აკლია ამ ყველაფერს რა და დაიწყეთ ამისათვის მომზადება.
ნუ გაქვთ გრძელვადიანი გეგმები ქალაქში საცხოვრებლად. ეს არ იქნება ყოველთვის.